სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი წინასწარი მონაცემების მიხედვით 2026 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2175%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით ნავთობი და ნავთობპროდუქტები ადგილობრივი ექსპორტის სასაქონლო პოზიციებში მეორე ადგილზე დაწინაურდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი $3.8 მილიონ შეადგენდა. 2026 წლის პირველ ორ თვეში კი ამ მაჩვენებელმა $88 მილიონ გადააჭარბა. დღეს მდგომარეობით ნავთობზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.3% მოდის. BMG-ს ინფორმაციით ყველაზე მეტი ნავთობი საქართველოს თურქეთში გაყიდა. მეორე ადგილზე კი სტატისტიკურად აფრიკული ქვეყანა ტოგოა. ამ ქვეყანაზე ქართული ნავთობპროდუქტების ექსპორტის მეხუთედი მოდის. ეს საქართველოსდან ტოგოში ადგილობრივი ნავთობპროდუქტების ექსპორტის პირველი შემთხვევა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ეკონომისტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს სანქციები ისევ დაარღვია და ექსპორტზე რუსული მზა საწვავი გაიტანა. თებერვლისთვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, აჩვენებს იმ ფაქტს, რომ კვლავ ყოფილა თებერვლის თვეში ყულევის პორტისა და მასთან დაკავშირებული ნავთობგადამამუშავებელი მშენებარე ქარხნის მიერ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევა და რუსული ნავთობი უზარმაზარი ოდენობით ოღონდ ქართული, ასე ვთქვათ, მზაპროდუქტის სახით კვლავ გავიდა ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე. 4 თვის განმავლობაში საქართველომ $170 მილიონი ღირებულების რუსული ნავთობი გაიტანა სახელშეცვლილი საქართველოს, ასე ვთქვათ, წარმოშობის დოკუმენტებით. საქართველოს, რომელსაც არ შეუძლია ნედლი ნავთობის გადამუშავება. საქართველოში ექსპორტისთვის საჭირო ნავთობი არ მოიპოვება, თუმცა გასული წლის ბოლოსკენ ყულევში ამოქმედა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნედლ ნავთობს ყიდულობს და მას გადაამუშავებს. 2025 წლის ოქტომბერში როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარხანამ ნედლი ნავთობი რუსეთიდან იყიდა. საქსტატის სტატისტიკიდან არ ჩანს, უკავშირდება თუ არა ამ ქარხნის მუშაობას ნავთობის ექსპორტის რეკორდული ზრდა. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო. ამავე დღეს გასაჯაროვდა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ სალივანის მიერ მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილი წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოზიციის გადახედვა საქართველოს ხელისუფლების მიერ პოზიტიური ვალდებულებების აღებას უკავშირდება. წერილის თანახმად ოცნებამ პირობა დადო ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ხომალდებს თავის პორტებში შესვლის ან სერვისების მიღების უფლება არ მისცეს. სალივანი წერს, რომ სანქციების შესაძლო გვერდისავლის მიმართულებით საქართველოს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ რჩება და ევროკავშირის საჭიროების შემთხვევაში მზად არის იმოქმედოს. კომპანია Black Sea პეტროლიუმის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა დავით ფოცხვერიამ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნის დაცვასთან დაკავშირებით BMG-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ნავთობის შესყიდვისას ეგრეთ წოდებულ იურიდიულ მოსაზრებას და დასკვნას ბრიტანულ და შვეიცარიულ იურიდიულ ფირმებში იღებენ. კომპანია Black Sea პეტროლიუმი ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ოპერატორი და პროექტის ავტორია.